სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა, მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა ბასილი დიდის გამარტებით და დღეს არის ესე იგი ფსალმონი 53 ფსალმონი დასასრულსა გალობათა შინა გულისხმის ყოფისათვის დავითისა რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და რქვეს საულს აჰა დავით დამალულ არს ჩვენ შორის და ჩვენ ვიწყებთ ფსალმონი 53 პირველი მუხლი ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე წმინდა ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო რომ დავითი ღმრთის სახელს ენდობა წმინდა ბასილი გვასწავლის რომ ღმრთის სახელის გამოძახება გვაძლევს ხსნას რადგან ღმერთი ჩვენი მფარველია შემდეგი ხო მეგობრებო მინდა გთხოვოთ რომ არხი გამოიწერეთ და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს რომ ჩვენმა ემიგრანტებმა მოისმინონ ვინც საზღვარგარეთ არიან არა მარტო ისინი ვინც საქართველოში ცხოვრობს უსინათლოება მოისმინონ და ამით ესე იგი თქვენ შეიტანთ თქვენ წვრილს ღვთისნების და სიტყვის გავრცელებაში რაც უდიდესი მადლია ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახარო წინასწარ დიდი მადლობა რა თქმა უნდა ამით დაეხმარებით არხსაც არხის განვითარებაში დაახლოებით 5000 ვართ ახლა გამოწერი და ესე იგი ვთქვათ და მინდა რომ ახალ წელს ღვთის შეწევნით გავხდეთ ჩვენ 10000 მეორე მუხლი ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაი ყურადიღენ სიტყვანი პირისა ჩემისანი წმინდა ბასილი დიდი გამარტავს რომ ლოცვა ღვთისადმი ჩვენი ხმაა წმინდა ბასილი ამბობს რომ გულწრფელი ლოცვა ყოველთვის ისმინება რადგან ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა მესამე მუხლი რამეთ უცხონი აღსდგენ ჩემზედა და ძლიერთა ეძიეს სული ჩემი და არა შერაცხეს ღმერთი წინაშე მათსა ბასილი დიდი გამარტავს მტრები რომლებიც ღვთის ესე იგი არცემენ ღმერთს პატივს ხო ღმერთს არცემენ პატივს ეძებენ მართლის განადგურებას ხო წმინდა ბასილი გვარწმუნებს რომ ღმერთის ძალა უფრო დიდია ვიდრე მტრის მეოთხე მუხლი აჰა ესე რა ღმერთის შემწე ჩემ და არს დაუფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა ესე იგი ღმერთი ჩვენი მფარველია ხო მუდამ და წმინდა ბასილი გვასწავლის რომ ღმერთის მადლით ჩვენი სული ყოველთვის დაცულია თუ მას მივენდობით მეგობრებო მე მინდა გითხრათ რომ ყოველთვის როდესაც თქვენ უსმენთ ფსალმონებს ხო გამარტებიდან ძველ აღთმას ახალ აღთმას აუცილებლად ეხლა ყველა ოჯახში გვაქვს ჩვენ ბიბლია წმინდა წერილი და ბოლოს ფსალმონებია იქ აუცილებლად გადაშალეთ წიგნი როდესაც უსმენ და გააყოლეთ ტექსტს იმიტომ რომ ძალიან კარგია ეს მოსახერხებელიც არის და ესე კარგად გაჯდება გონებაში და კარგად აღიქვამთ კიდევაც და ესე იგი მარტივი გასაგებიც იქნება როდესაც თქვენ თვითონ წაიკითხავთ და უსმენთ მერწმუნეთ ეს ძალიან კარგი არის და ესე იგი სწორი იქნება კარგით გავაგრძელებთ ჩვენ კითხულობთ ეს არის ფსალმონი 53 მეხუთე მუხლი მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი გამარტება ასეთია ბასილი დიდის მეგობრებო რომ ღმერთი სამართლიანად განსჯის ბოროტს წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ ღვთის ჭეშმარიტება ანადგურებს უსამართლობას
ჩვენ კი მას უნდა ვენდოთ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ რაღაც არ უნდა იყოს, ხო, მე ამას ვამბობ, რაც არ უნდა იყოს, ანუ ღმერთი ჩვენ როდესაც განსასწრელში ვართ და რაღაც ჯვარი ვწერია, მაგრამ რაღაც გაჭირვება თუ არის, პრობლემები და ასე შემდეგ, ყოველთვის უფალი უყურებს, როგორ მოიქცევით ჩვენ კონკრეტულ ვითარებაში თუ სიტუაციაში, აი ეხლა როგორ იზავს, რას იზამს, საიწავა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვათ, რა საშუალებებს მიმართავს და როგორ მოიქცევა და ასე შემდეგ, რა გზას აერჩევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეძებოთ, ესე იგი, უფალში, ესე იგი, იმედი უნდა გქონდეს ღმერთის ყოველთვის ამას ვცდილობ რომ გითხრათ. შემდეგი ეს არის მეექვსე მუხლი და მე ნებითად შემითა მსხვერპლი შევწირო შენ და აუარო სახელსა შენსა უფალო რამე თუ კეთილ წმინდა ბასილი დიდი გამარტავს რომ გულწრფელი მსხვერპლი ღვთისადმი ქებაა, ხო? ანუ ის გვიბიძგებს, ბასილი დიდი გვიბიძგებს, რომ გავიღოთ გული ღმრთის სადიდებლად, რადგან ის კეთილია. საერთოდ ესე იგი მოწყალება, ეს არის ერთ-ერთი, რაც არის ჩვენ გადაგვარჩენს, ალბათ ერთ-ერთი, იმიტომ რომ მოწყალების და სიყვარულის გარეშე, ну მით უმეტეს სიყვარულის გარეშე საერთოდ ხო არაფერი არის, ყველაფერი წყალში ჩაგვივარდება, ჩვენი კეთილი საქმეების და ესე იგი რაც უნდა გავაკეთოთ, კარგად უწერია პავლე მოციქულს, ხო, რომ ესე იგი რომ ესე იგი დავაპუროთ, ესე იგი რაც შეიძლება ყველა ადამიანი, ყველა გაჭირვებული, ესე იგი ვისაც არ აქვს ხო საშუალება, თქვათ გებავთ აშენოთ ეკლესიები, რა ვიცი, საჯიჯნად მივცეთ ჩვენი ხორცი, ხო, მოწამეობა და ანუ თუ ყველაფერი გავაკეთებთ, ხო, ამას და ჩვენ არ გვექნება სიყვარული, ხო, მაშინ ეს ყველაფერი ფუჭია და წყალში ჩაგვეყრება. ამიტომ სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, თუ არა გვაქვს და ვიცადოთ რომ ესე იგი შევიყვაროთ ყველა, არა მარტო ესე იგი ოჯახის წევრები და ნათესავი მეგობრები და არამედ მოყვასი, ხო, და ვაკეთოთ სიკეთე, რაც შეიძლება მეტი, უანგარო სიკეთე, ხო. ადამიანი როდესაც არელი აქეთ რაიმეს, ესე იგი, რომ ესე იგი მე შენ გაიკეთე და შენ მე გამიკეთე და აი ასე შემდეგ, ამი პრინციპით, ხო. კარგი და ბოლო მუხლი, ეს არის მე-7 მუხლი, ბოლო, რამე თუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიხსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თვალმან ჩემმან. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ესე იგი ღმერთი გვიხსნის ჭირისგან და წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ღმერთის ხსნა გვაძლევს გამარჯვებას, რაც თვალმი ხედავენ. მეგობრებო, მისმენდით ყველას შეგიწიროთ უფალმა, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მეტი სიხარული მოგცეთ, ბევრი სიხარული და მეტი სინანული, მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა, მეტი მოწყალება რო გაიღოთ, აკეთოთ სიკეთე, დაესწროთ შაბათკვირას ლოცვას, არ დაეზაროთ დილას საღამოს ლოცვები, ესე იგი მარხვა, რაც შეიძლება მეტი აღსარება ჩავაბაროთ და ვეზიაროთ და თავარია ყველაზე ვიყოთ ერთგულნი ქრისტეს მიმართ და მისი მცნებების მიმართ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა. მადლობა.